ყავა ენერგიას არ გაძლევს. თუ რა თქმა უნდა, მასში ოხრა ჩაქარს არ ღრე, ან კარაქს, რომელიც კიდე სხვა უბედურებაა. აბა საერთოდ როგორ ფხიზლდები? როგორ და ყავის დალევისას შენ სესხულობ ენერგიას და როგორც ყველა სესხს, ბანკისას, მას აქვს პროცენტი. ეს პროცენტი ზოგჯერ არის შენი ძილის ხარისხი, ზოგჯერ შენი ჰორმონალური ჯანმრთელობა. ამ ვიდეოში მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი მოგიყვები, როდის უნდა მიიღო დღის განმავლობაში ყავა და ვიდეოს ბოლოს კი არ გეცოდინება შეგრძნების ზონაზე გაიგებ, როგორ გადაანაწილო ყავის და კოფეინის შემცველ სითხეების მიღება. კაი, ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ სესხს, როგორ მუშაობს ეს სესხი. წარმოგიდგენთ შენი ტვინი არის დიდი პარკინგი. ამ პარკინგზე დღის განმავლობაში როცა ფხიზლად ხარ და მუშაობ, პატარა მანქანები, ადენოზინები, რომელსაც დღეს ჩვენ დაღლობის მოლეკულას დავარქმევთ, შემოდიან და პარკინგდებიან, იკავებენ თავის ადგილს. დღის განმავლობაში, როცა პარკინგი ივსება, დღის ბოლოს შენს თავს დაღლილად გრძნობ, გეძინება, რაც საკმაოდ ბუნებრივია. აი რა ხდება მაშინ, როცა ყავას სვამ. კოფეინი იცოდა, რომ თავისი ფორმით, გაბარიტებით გავს ადენოზინს. თავხედია, გადაახტება ყველას, შეიპარება ურიგოთ პარკინგზე და დაიკავებს სწორედ ადენოზინის ადგილს. ამ დროს შენთვისაც გონია, რომ რახან ადენოზინი არ გამოცხადდა და ვერ დააპარკინგა მანქანა, ამიტომ თავს ნაკლებად დაღლილად უნდა გრძნობდეს და შენც ენერგიულად ხარ. მაგრამ იცოდა, რომ ჩვენი ადენოზინი არსად გამქრალა. ის მშვიდად დინჯად ელოდება თავის რიგს და ამასობაში საცობი იქმნება. რაც უფრო მეტია კოფეინი დაიკავებს ადგილს, მით უფრო დიდი საცობი წარმოიქმნება თავის პარკინგთან ადენოზინების. მაგრამ როგორც კი ჩვენი კოფეინის მოქმედება მიილება, პარკინგი გათავისუფლდება, ადენოზინები ერთიანად შეიყრებიან პარკინგზე, ტვინს ერთიანი გზობს დაღლილობას, შენც მოწყდები, ამაშენ კოფეინის ქრაშს ვეძახით. კოფეინი არის ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორი და როგორც ყველა სხვა სტიმულატორს, მასაც აქვს ზედაზღვარი მიღება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები მირჩევენ, რომ კოფეინი დღის განმავლობაში 300-400 მგ-ს არ უნდა ცდებოდეს. ეს არის დაახლოებით 3-4 სტანდარტული ფინჯანი ყავა. მოზარდებისთვის რეკომენდაცია ჩამოდის 100 მგ-მდე, ანუ დაახლოებით 1 ფინჯან ყავამდე. მეზოზური დედებისთვის, კონკრეტულად ურსულებისთვის მნიშვნელოვანია 150-200 მგ-იანი ზღურბლი, ანუ დაახლოებით 1,5-2 ჭიქა ყავა. მაშინ როცა ურსული დედისთვის დამატებით ჭიქა ყავა შეიძლება ერთი უწყინარი დამატებითი გასართობი იყოს, ნაყოფისთვის მის ღვიძლში ჯერ არ არსებული ფერმენტის გამო, რომელიც კოფეინს გადაამუშავებდა, შეიძლება ტოქსიური იყოს, რომელიც მის ორგანიზმში საათების განმავლობაში დარჩეს. და ასე უნდა იცოდე, რომ კოფეინს მხოლოდ ყავაში არ ხვდებით. კოფეინი გვაქვს შავ ჩაიში, ერთი ულუფა მომცემს დაახლოებით 60-70 მგ-ს. მწვანე ჩაი ერთი ულუფა მომცემს მის ნახევარს 30-40 მგ-ს. როგორც წესი, კენკრის და პიტნის ჩაი კოფეინს არ შეიცავს. ასევე კოფეინის წყარო შეიძლება იყოს სტანდარტული გაზიანი სასმელი, დაახლოებით 30-50 მგ-ის. ასევე Red Bull-ი ან სხვა ენერგეტიკული სასმელები მომცემს ერთ ულუფაზე 80-90 მგ კოფეინს და შავი შოკოლადი. ერთი პორცია 30 გრამი შავი შოკოლადი შეიძლება 20 მგ კოფეინის წყარო იყოს, ასე რომ ყურადღებით იყავი კოფეინის სხვა წყაროებთანაც დღის განმავლობაში. აქვე მოდი რამდენიმე უაზრო მითად შევეხოთ. ყველაზე გავრცელებული მითი კოფეინი და ყავა ორგანიზმიდან კალციუმს რეცხავს. როგორც ყოველთვის აღმოჩნდა, ეს არის სრულ სისულელე. თუ უქმნის ყავა კალციუმ საფრთხეს, ეს ხდება საჭმლის მონანობელ სისტემაში. კალციუმის შეთვისებას უშლის ხელს და თუ უშლის ხელს, საუბარია ისეთ დოზა 3-2 მგ კალციუმზე, რომელიც ერთი სუფრის კოვზი რძით დაბალანსდება. ან თუ შენი კვების სტილი არის სავსე კალციუმის შემცველი პროდუქტებით, ყავისგან მიღებული მცირე დეფიციტზე არ უნდა გეფიქრებოდეს და თუ შენ არ გძინავს წესიერ და არ ჭამ ამასობაში სტიმულანტები და ყავით ივსებ მთელი დღე რაციონს და ამასობაში ფიზიკურად აქტიური არ ხარ, 2-3 მგ კალციუმის დანაკლისი ყველაზე ნაკლების სადარდებელია, რომელზეც ფიქრი მოგიწევს. ეხლა მეორე მითი, რომელიც ნაწილობრივ სიმართლეა. ყავის უზმოდ დალევა ცადა იყვანს კორტიზოლს. ოდესღაც ცად ყველანი ავალთ და ეხლა კითხვა ისმის, ეს დებულობა არის თუ არა, იმის საბაბი დილით ჩემს საყვარელ ფინჯან ყავაზე ვთქვა უარი. აი აქ მთავარი მითი არის ის, რომ უზმოდ ყავის დალევა იწვევს კორტიზოლის მატებას, რაც უნდა იცოდე არის ის, რომ კორტიზოლი 30 საათიანი ცირკადული რიტმიდან გამომდინარე გაღვიძებისას პიკშია. ეს რაც ასე უნდა იყოს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იღვიძებ და ფხიზლდები, კორტიზოლის პიკია. არსებობს მოსაზრება, რომელიც კვლევებმა დაამტკიცა, რომ დამატებით ყავის მიღება გაღვიძებისთანავე გამოიწვევს კორტიზოლის ნამატს, ეს არის დაახლოებით 50% ნამატი, რომელიც დღის განმავლობაში რამდენიმე საათი ისევ მომატებული რჩება. ზოგადად იცოდე, რომ ქრონიკული სტრესი არის როგორც წესი კორტიზოლის მატების ხანგრძლივი მთავარი მიზეზი. თუ შენი ცხოვრება სავსეა სტრესორებით, როგორც ყველა ჩვენგანი ცხოვრება, შეიძლება არ იყოს ჭკვიანური აზრი გაღვიძებისთანავე ყავისკენ გონების გაშვერა. თუმცა ეხლა აქ შემოდის მეორე ფაქტორი. ყავას სვამ უზმოდ, თუ ყავას სვამ საკვებთან ერთად. საკვებთან ერთად ყავის დალევა კორტიზოლის პიკისგან არ დაგიცავს, მაგრამ დაიცავს შენ საჭმლის მომნელობელ სისტემას ზედმეტი ნეგატიური ზეწოლისგან, მჟავიანობის მომატებისგან, თუ უკვე გაქვს საჭმლის მომნელებელი პრობლემები, ყავის უზმოდ დალევა სწორი არჩევანი არ არის.
თუ მაინც მეურჩები და გადაწყვეტ ყავის უზმოდელობას ძალიან გთხოვ. ერთი სავსე ფინჯანი წყლით მაინც დაიწყე დღე. ეხლა გავხედოთ ჩვენ მეგობარს და დავსვათ კითხვა დაწოლის წინათ საათზე ერთი ჭიქა ესპრესოს მერე ბავშვით რატო ძინავს? გიორგის უყურებდი და რატოღაც არ მიყურებს ჩაწერის პროცესში. მე კიდე დილის შუადღის 2 საათზე მოურჩი ბოლოს ყავის დალევას და ღამე ჭოტივით მაქვს თვალები დაჭყეტილი. ეს იმიტომ ხდება, რომ პასუხი შენ ღვიძლში და გენებში იმალება. იცოდე რომ კოფეინის გადამამუშავებელი ფერმენტი შენ ღვიძლშია და ის სწრაფად თუ რამდენად სწრაფად გადაამუშავებს ეს ფერმენტი კოფეინს შენ გენებზეა დამოკიდებული. ვიცით რომ ყავს ადამიანები, რომლებიც არიან ყავის სწრაფი გადამამუშავებლები, როგორც წესი პოპულაციის თითქმის ნახევარი და ნელი გადამამუშავებლები. სწრაფი გადამამუშავებლები ყავის ზედა დოზებს კარგად უძლებენ და ამასობაში მათთვის ძილისინ დალეული ყავა დიდი პრობლემა არ არის. მაშინ როცა ნელი გადამამუშავებლისთვის კოფეინის ყველა ნეგატივი ბევრად უფრო სენსიტიურად იგრძნობა. ეს ნეგატივი შეიძლება იყოს გულის ფრიალი, შფოთვა ენერგიის მიღების ნაცვლად და ამასობაში შეიძლება იყოს ხელის ტრემორი. თუ ეს სიმპტომები იგრძენი და ჯერ ორი ჭიქა ყავა გაქვს დალეული, მიუხედავად რეკომენდაციებისა იცოდე, რომ ყავის და სტიმულანტების ზედოზირება მოგივიდა, ამ დროს წყალი შემოიტანე რაციონში და მეტი საკვები და მოერიდე სტიმულანტებს. ანუ ყველაფერი ინდივიდუალურია დააკვირდი შენ სხეულს და როგორ რეაგირებს ის კოფეინის დოზებზე. ეხლა ალბათ ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, მოიცა კაცო, ყავაში ვბანაობ დილით, შუადღე საღამოს, მაგრამ იდეალურად მძინავს. აქ არის კითხვა, რას ნიშნავს იდეალურად გძინავს? შენ თვალები დახუჭული გაქვს, ბნელად, არაფერი გახსოვს, არ ნიშნავს, რომ შენი ძილის ხარისხი გამართულია. ბევრი კვლევით დამტკიცა, რომ კოფეინის ზედოზირება ან ძილთან ძალიან ახლოს მიღება გამოიწვევს შენი ძილის არქიტექტურის დარღვევას. ღრმა ძილის ფაზა შემცირდება. ღრმა ძილის ფაზა არის ის წერტილი, სადაც შენი ორგანიზმი ფიზიკურ აღდგენას და ასევე გონებრივ აღდგენას განიცდის. თუ შენ დილით იღვიძებ ნაცემი ძაღლივით, უენერგიოდ ხარ, იმიტომ რომ ცუდად გეძინა, მერე მიდიხარ ყავას ივსებ და ცდილობ ენერგია შეივსო, აი აქ ერთვები ნეგატიურ ჩაკეტილ წრეში. ანუ იღებ ახალ სესხს იმისთვის, რომ ძველი გადაფარო. აი, ჩემი არხის გამოსაწერად ახალი ვიდეოს ყურება არ დაგჭირდება, გამოიწერე და დაალაიქე ჩემი არხი. თუ შენ ყავის მოყვარული ხარ, მოკლედ ყავა იცოდე რომ ხიხი არ არის და ჩაუგდე ეს ვიდეო ყველას, ვინც ამაში გარწმუნებს. ყავის დიდი მოყვარული ვარ და ნასაც გვეუბნება, რომ ყავა არის დაღლილობასთან მებრძოლი ერთ-ერთი საუკეთესო დანამატი. თუ შენ ითვალისწინებ ამ ოქროს წესებს შეჯამებისთვის, იღებ ყველაფერს სარგებელს ყავისგან და კოფეინისგან ნეგატივების მიღმა. პირველი, გააკონტროლე რაოდენობა 300-400 მგ კოფეინის დასრულებისთვის დღის განმავლობაში. ასევე დაძინებამდე 6-8 საათით ადრე მიიღე შელი ბოლო ჭიქა ფინჯანი ყავა. გაღვიძებიდან 1 საათი 90 წუთი დაელოდე სანამ მიმართავ შენ უსაყვარლეს ყავის ჭიქას. ამასობაში გააკონტროლე რომ დაძინებამდე კოფეინის სხვა წყაროები არ შემოგეპაროს რაციონში.